ესეთი ნათქვამი არის, რომ უფალიო მის მოყვარულებს უმზადებს გამოსაცდელ გზასო. ეს განსაცდელს აძლევს, რომ ეს გაიარო და სიცოცხლე როგორ უნდა გამოიყენო და მადლობელი უნდა იყო ყველაფრის. რაც უფრო მეტად მოინდომებ და შენი საქმის მოყვარული იქნები, ღმერთი უფრო მეტ ხელ შეგიწყობს ამაში და უფრო დაგეხმარება და იმ რთულ გასავლელ მოეკლილ გზას გაგიადვილებს. ყოველთვის არის ბრძოლა საჭირო და წინსვლა. არ უნდა დანებდე, თორე თუ დანებდი, არ ამგონია რომ უკეთესად იყო, იმიტომ რომ უფრო ვარესად წავა შენი საქმე და ცოცხალი რო ხარ უკვე, ესე იგი რაღაცა მიზანი გააქვს შენ მისაღწევი, რაღაცა გელოდება წინ, ანუ რაღაცა მისია გააქვს, გასაკეთებელი. ანუ უნდა მიაგნო შენ თავს აუცილებლად. თუ არის ყველაზე მაგარი. აი დრო უნდა გამოიყენოს სწორად რა. იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალა აქვს დროს. Chance. ცოტა დამღლელია. მაგრამ აქ რომ მოდიხარ, უნდა დაიღარო. თუ არა ისე შედეგი არ არის. ხო. ჩემი ამბები დაიწყო პირველი ნაბიჯები ბაღდადში. აქ დავიბადე, აქ ავიზარდე, რაიონი არის ერთ-ერთი კარგი, ლამაზი, დიდი. თავისი ბუნებით, ხალისხლით და შესაბამისად აქ ავიდგი პირველი ნაბიჯები სკოლაშიც. სკოლის პერიოდი ახლა როგორც ხდება ხოლმე ბიჭებით, როგორც სწავლობენ, ისეთი სწავლით მივდიოდი, ну ცუდად არ მივდიოდი, კარგად მივდიოდი. თავისთავად ახლა ბიჭებს ცოტა სიზარმაცები ჩვევია ხოლმე. კარგი ჯგუფი, კარგი კლასი. აქ გავატარე ასე ვთქვათ პირველი მაწველი კაცობა და ჩამოყალიბება ბაღდადში, როგორც შეეფერებოდა იმ პერიოდს, როგორც იყო. ამის შემდეგ სკოლის დამთავრების შემდეგ წავედი უკვე ჩავაბარე ინსტიტუტში, აგრარულ უნივერსიტეტში და ამის მერე ესე იგი სტუდენტური ცხოვრება. ეს ჩემი სტუდენტური ცხოვრება ცოტა რთული პერიოდი იყო, ვინაიდან 90-იანი წლები იყო და ამ 90-იან წლებში ბევრი მიმართულებით იყო ცუდი საქმეები. ვიცი, ცოტა გაჭირვებაც იყო, ცოტა თავის უმუშევრობა და ოჯახი მეხმარებოდა, რა თქმა უნდა, ძლიერი ოჯახი მქონდა და გვაქვს კიდევაც ახლა და ესეთი სტუდენტობა იყო, როგორც სტუდენტობა შეშვენდის.
თავისი თავგადასავლები და თავისი მინუსები და პლუსები ჰქონდა. ჰქონდა კარგი სამეგობრო წრე და თავგადასავლები ის იყო, რომ ქალაქარეთ გვიწევდა ხოლმე ხანდახან სიარული რაიონებში დაბადების დღეზე რაღაც იყო ისეთი პურმარილი როგორც ასეთი გვეპატიჟება იმ სახში მე ის რომ გაიგებს რომ თბილისიდან ჩამოსულები არიან იმის მეგობარი გვეპატიჟება იმის სახში და ესეთი რა თეიფები დროსტარებები ამასობაში მოვიდა ეს 99 წელი და მოგვიპატიჟა კახეთში ერთ-ერთმა მეგობარმა რომ უნდა წავსულიყავით რთველში კახეთში ახლა მოგეხსენება რთველი როგორი სიმაღლეზე დგას და როგორი კულტია და რაღაც ტრადიციული ამბები არის და მოკლედ იქ წავედით მანქანით, დავგრიფეთ ყურძენი, რაღაც მივიღეთ მონაწილეობა, იყო როგორც შეშვენდის კახურს უფრას და კახურს სტუმარ მასპინძლობაც ისეთი, ყველაფერი კარგი და იქიდან როდესაც მოვდიოდით, ანუ მეორე დღეს როდესაც მოვდიოდით, იქიდან მოვხდით ავარიაში. გამოსული თბილისამდე რა ცოტა ხნით, ადრე ავარია მოგვივიდა, ძალიან მძიმე ავარია იყო, თავიმტვერით იქ 3 პიროვნება გარდაიცვალა. და მე ცოცხალი მე გადავრჩი და მე გადავრჩი ცოცხალი და დავრჩი ესეთ მდგომარეობაში რა ვინც ცოცხალი გადარჩა ესეთ მდგომარეობაში ესე დავრჩი და ამისთვის რა თქმა უნდა ღმერთს მადლობა იმისათვის რომ ცოცხალი დავრჩი რომ რაღაცა მე მებრძოლა რაღაც მეკეთებია და შემთხვევით ალბათ არ ყოფილა ეს და რაღაც ყველაფერს თავისი მიზანი და პედისწერა და დანიშნულება აქვს ცხოვრებაში ყველა პიროვნებას ადამიანს არ ვიცით ვინ რას გვიმზადებს უფალი გზას და ამიტომ რა გზაც არ უნდა შეხვდეს სირთულის ისეთ გზას არ მოგცემს ღმერთი რომ ჩვენ ამ გზას ვერ მოვერიოთ რა მე ესე ვფიქრობ მოკლედ ეს ავარია მოგვივიდა უკვე ვიყავი 22 წლის და ესეთი კარგი სიტუაციაში რო ვიყავით და ასე საუბედუროდ თუ საბედნიეროდ დამთავრდა ამის შემდეგ რა თქმა უნდა ერთი წელი თითქმის ვიყავით საზღვარგარეთ სამკურნალოდ მერე ცოტა რომ მომჯობინდა მისი მდგომარეობა ჯანმრთელობის მხრივ ცოტა ისედაც ასეთ პერიოდში როგორი იყო და როგორი იყო მერე ამაზე ძალიან ნერვიულობდა მაგრამ იმდენი ლექცია საუბარი ქონდა მეგობრებისგან ჩემგანაც ну ძალიან ბევრი მეგობრებისგან და ну ცოტა გამოვიდა მდგომარეობიდან ოთახიდანაც არ გამოდიოდა ძალიან იყო დეპრესიაში მაგრამ ნელა-ნელა წამოვიდა ესეთი ამდენი საუბარით ხალხი ჩარევით ერთი წლის შემდეგ ну ბევრ ქვეყნებში ახლა ჩამოთვლაც ну ძალიან ბევრ ევროპის ქვეყნებში კანადაში ბრიუსელში ძალიან ბევრ ქვეყნებშია ნამყოფი სამკურნალოდ ძალიან დიდი წვლილი მოუძღვის სამეგობროს, ну სახელმწიფოს და ბევრ ბიზნესმენებს კიდე. დავასახელებ ერთადერთ ადამიანს, ვინც, ну ბევრი, მაგრამ ისეთ პერიოდში დამეხმარა მე ბატონ თემური კოხოძე, ისეთ პერიოდში, რომელიც ძალიან ბევრი ვინმე ლორდ კიფანიძე, ვაჟა ძალიან დამეხმარა. რადიკალურად შემოbrunდა რა ყველაფერი რადიკალურად უფრო რაღაცნაირად აშენებული საქმე გაქვს და კიდე რაღაც სხვა რაღაცის აშენება გიწევს რაღაცა გაგეყო ცხოვრება და ის ორნაირად ორნაწილად ხო და ასეთ პირობებში როცა გადავარდები აქედან აქეთ თავისთავად ბევრი რამე არ იცი გაურკვეველი ხარ რა გავაკეთოთ რა ვქნათ და ანუ შენ თავს ეძებ სიტუაციას ეძებ რომ გამოხვიდე ამ სიტუაციიდან რაღაც გამოსავალი ნახო და ძალიან ბევრი წვრილმანი ნიუანსები იყო ისეთი ასე ვთქვათ გაჭირვების როგორ იცი აი სულიერათაც და მატერიალურადაც რაღაცნაირად რო სხვაგან ხარ რა ხო გადაგაგდო სხვაგან უკვე ამ ცხოვრებამ სხვაგან გადაგაგდო და როდესაც ეს ყველაფერი მოხდა რა ვიცი რაღაც მეხივით იყო რა ჩვენს ოჯახსა და ჩვენს ახლობლებს ეს ყველაფერი ოჯახმა მე ძალიან დიდი ხელშეწყობა გამიკეთა და მე 1 წლის პროგრამით მე წავედი ასეთი ქალაქი არის ყირიმი ახლა უკვირებული აქვს რუსეთს უკრაინაში არის ასეთი ქალაქი საკი და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი რომ
რეაბილიტაცია გაგევლო, ეს არა მარტო რეაბილიტაცია შენი ჯანმრთელობის, არამედ უკვე ფსიქოლოგიური და ამა თუ იმ რაღაცებზე შეხედულების თემაც რო შეცვლილიყო რა. იქ აი უამრავი ჩემნაირი ადამიანები ვნახე. და ამან გადამალახია ის ძალიან დიდი ბარიერები და ის ფსიქოლოგიური მიდგომა რაღაცეებზე, ბევრ რამებზე, რომ უფრო მსუბუქად, იმიტომ რომ ისიც ისეთი ასეთი იქ ბავშვიც იყო, ეტლიანი, გოგოც, ქალიც, დიდიც, პატარა, ყველა ასაკის და ყველანაირი და თან ეჩვევი, თან გამოდიხარ, თან არ იგრუზები და არ ფსიქოლოგიურად შენში არ ხარ ჩადგმული, რომ ასეთ მდგომარეობაში ხარ და რაღაც ესეთი ნელი გადასვლით ფაზებში რო გადადიხარ შეგუებით, აი ესეთ ფაზებში მომიწია გადასვლა და მე ამ კურნალობას რომ მოვეშვით ახლა უკვე ყველაფრით აღდგენილი იყო მართალია კალიასკიდან ვერ ადგებოდა ეს, მაგრამ სამაგირო ჯანმრთელობა მიიღო, შევინარჩუნე ყველაფერი მისი ორგანოები, რომელიც არ დარწმუნულიყო. შემდეგ ამ სპორტს უფრო მოკიდა ხელი. ჯერ პირველად როიწვა დაწოლილი იყო ბოთში, აი 3 ლიტრიან ბოთლებში იქით-აქეთ წყალს ჩავასხამდი, ის რგირები უფრო რაღაც ვერ მოიხერხა და აი ამას აკეთებდა, აი ამის აწევდა აწევას. ახლა ცხოვრება გრძელდება ხო, რა უნდა აკეთო? და მე ყოველთვის ბავშვობაში სკოლის პერიოდშიც ისეთი ენერგიული და ჯანიანი და ისეთი ვიყავი და სულ სპორტი და ვარჯიში, ტურნიკი, გირები, კანტელები და ესეთი რაღაცეები. მე თბილისში რო ჩამოვედი, უფრო ეს შტანგა და სპორტ დარბაზი და ეს გამომადგა შემდეგ იმაში, რომ ასეთ სიტუაცია რომ მომევიდა, გამიადვილდა ამ სპორტის დაწყება. ეს ამბავი მე რომ მომივიდა, რომ დავიმტვერი, ჩემი ძმა იყო პატარა, მე 5-6 კლასში იყო. მე ერთი მეგობარი ყავს, ბერძნულ-რომაული მოჭიდავე და ესეთი ამბავი რომ მომივიდა, შესაბამისად ის მოდიოდა ხშირად ნახულობდა ხოლმე და ეს მეგობრული და კარგი ურთიერთობა ქართველებს და გატანა გვაქვს ზოგადად და ღმერთმა გქონდეს ეს არ მოგუშალოს ღმერთმა და მე ჩავაბარე ჩემი ძმა მას მირიან გიორგაძე არის, მან მიიყვანა ოლიმპიური რეზერვების სკოლაში. ჩემი ძმა ჭიდაობდა ამ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას. თან იქ სწავლობდა, თან ჭიდაობდა და მე რო ჩამოვედი, მე იქიდან მე ჩემმა ძმამ მიიყვანა პირველად იმ სკოლაში, სადაც მე მივაბარე ჩემს მეგობარს და იქ დამაწყებია მე გვარდიში, ასე თქვა, პირველი ნაბიჯები რაღაცა, რაღაც ესეთი დამთხვევაა, ხო? დავიწყე იქ ნელა-ნელა შტანგაზე ვარჯიში, შტანგაზე, იმიტომ რომ პარაოლიმპიური კომიტეტი იყო, მაგრამ არავინ არაფერს არ საქმიანობდა იმ მიმართულებით, რომ არ იყო თქვენი არავინ და ვინ რა. ანუ შეხედეთ ახლა იმ პერიოდში კი იყვნენ ადამიანები ესეთ მდგომარეობაში, მაგრამ ძალიან ბევრი რამის გამო, აი ფინანსური მდგომარეობის გამო, რაღაც мотиваციის გამო, ვიღაცამ სტიმული რომ იცეს, ამის გამო იყვნენ სახლში. ისე გაჩერებული იყო და შესაბამისად არავინ არაფერს არ აკეთებდა და ვერ აკეთებდა. და მე ეს რომ დავიწყე, უკვე ჩავები აქტიურად ამაში და ეს იყო ძალიან უცნობი და ძალიან უცხო ყველასთვის, საერთოდ ყველასთვის. სპორტის სამინისტროდან დაწყებული, რიგით ადამიანამდე, ვინც იქ მუშაობდა და ანუ რაღაც მე ჩემი გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ბევრს მივეცი, მე მგონი სტიმული რომ რაღაცას დაიწყო, გაეკეთებია, ჩაბმულიყო ასეთ სპორტულ საქმიანობაში, ვფიქრობ, რომ ბევრს მივეცი, იმიტომ რომ მე ვიყავი პირველი პარაოლიმპიელი, რომელიც 2008 წელს წავიდა პეკინის ოლიმპიადაზე. 腾飞的中国，这份喜悦属于美丽的北京。Georgia， 格鲁吉亚， ხვდები ადამიანებს და არწმუნებ და უხსნი, რომ ეს ესე იქნება მომავალში და ესე განვითარდება და ამ ადამიანებს ეს ნელად ჯერა, საერთოდ არ ჯერა. იმიტომ რომ ხო გეუბნებით, საერთოდ არავის არაფერი შეხება არ ქონია ასეთ ადამიანებთან, რომ ეს ადამიანი დაუშვათ რამა თუ იმ სპორტში იყო ჩაბმული, ხო? არავის არაფერი. ასე გაცნობით ნელა
როგორც სპორტი, ისევე ჩემი ჯანმრთელობა და ჩემი მდგომარეობის წინსვლა, ასე ნელა-ნელა უფრო მეტი мотивაციით და უფრო მეტი მონდომებით წავწიეთ წინ. რატო არ უნდა გამოვიდეს? არ გამოვა, რატო არ გამოვა? რა უშლის ხელს, ხო? უბრალოდ კეთილი ნება უნდა, მოსმენა უნდა, დაჭერება უნდა და უნდა მიყვეს, როგორ არ გამოვა. ეს იდეა მე გამიჩნდა 2004 წელს, როდესაც დამთავრდა ათენის ოლიმპიადა. მან შემთხვევით მოვყარი თვალი, რომ ესეთი გავიგე, რომ ეს პარაოლიმპიური მოძრაობა არის და იღებენ ასეთი ადამიანები შეჯიბრებებზე მონაწილეობას და ამან უფრო მეტი ის მომცა რა ოფსილა და ეს ჟინი რომ აბა რა გავაკეთო ახლა სახში ვიждე და რა მე როდესაც დავიწყე საერთოდ არაფერი არ იყო საერთოდ ამ შუშუმ პირების ირგვლივ რაიმე უკეთესი მდგომარეობა ან სწავლის მხრივ ან სპორტის მხრივ და მე უფრო ვარჩიე სპორტი ვინაიდან რაღაც მომყვებოდა ის სპორტული რაღაცა სიძლიერე გავლილი ბავშვობაში ამ წლის 11-17 ოქტომბერს გაიმართა სოფლიოს ჩემპიონატი პარაწოლჭიმში ქალაქ ქაიროში, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრების გუნდმა. გუნდის მონაწილეობა იყო საკმაოდ წარმატებული. ამავე გუნდის წევრი იაგო გორგოძე მონაწილეობდა ამ შეჯიბრზე, სადაც ასპარეზობდა 107 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მან 107 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაძლია 195 კილოგრამის ღერძი. იაგო არის საკმაოდ პროგრესირებადი და მონდომებული სპორტსმენი. ის ასპარეზობს ამ სხვადასხვა საერთაშორისო ჩემპიონატებზე უკვე 20 წელია. მას ბევრი ჯილდო და გამარჯვება აქვს მოპოვებული სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე. იაგო გამოცდილი და ლეგენდარული სპორტსმენია. ის მრავალი წელია ასპარეზობს საერთაშორისო ტურნირებზე და აქვს მოპოვებული სხვადასხვა სიმძის მაღალი მედლები. იაგო ნაკრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ის არის ძალიან მეგობრული, გუნდისთვის დამხმარე. ის ეხმარება სხვადასხვა სპორტსმენებს და აძლევს мотивაციას ახალბედა სპორტსმენებს სპორტული კარიერის დაგეგმვაში. იაგო არის ძალიან მოწესრიგებული სპორტსმენი. მისი დღის რუტინა არის ძალიან კარგად დალაგებული. ყვება, ვარჯიშები, დისციპლინა, მამოტივირებული ფიგურა არის ზოგადად გუნდში. ვარჯიშებზე ერთ წამს არ აგვიანებს, გენეტიკურად არის ძალიან ძლიერი. მისი ფიგურაც, ხელებიც არის ძალიან ძლიერი პიროვნება ზოგადად. იაგოს მიზანი არის ახლა მომავალი ოლიმპიადისთვის მზადება. ესედაც მსოფლიო ჩემპიონატები, მსოფლიო თასები, ევროპის ჩემპიონატი მოდის, მისთვისაც ვემზადებით, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი არის ოლიმპიადა, გვინდა რომ ოლიმპიური ჩემპიონები ვიყოთ. მისთვის ცხოვრობს ახლა. ჯერჯერობით ჩვენ 200 კილოებზე, 205 კილოებზე ვარჯიშობთ. ჩვენი მიზანი არის 230-240 კილო. მიუხედავად იმისა, რომ იაგო 59 წლის არის, ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს, ძალიან კარგი გენეტიკა აქვს, იმისი რომ მატებაში ვიყოთ სულ წონის. 50 წლის და 50 წლის ასაკში ზოგადად მოგეხსენებათ, რომ უკვე ადამიანის ორგანიზმი იწყებს ზოგადად სვეტას სპორტსმენის ამხელა ტიტულები აქვს, ამდენი გამოცდილება აქვს 20 წელია, 20 წელზე მეტი ადამიანი ვარჯიშობს და მიუხედავად ამისა და მიუხედავად ასაკისა, იგი განაგრძობს წონების მატებას და წინსვლას.
the same problem as last time. It's 3 whites. So Godse, excellent lift in 75 last time. Onto the bar, 5 kg heavier, and that was excellent. ვემზადებით 2026 წლისთვის, რომ უფრო მეტი შედეგი გავაკეთოთ რა. რეიტინგშიც მაღლაც ავიწიოთ, წონებიც უფრო მეტი ავწიოთ. მიზნები და გეგმები გვაქვს ისეთი, რომ რა ვიცი, მედია ღმერთის წყალობით თუ რაიმე არ შეგვიშალა ხელი ან ტრამვებმა ან რაღაც ისეთმა მსგავსმა რამებმა. გვინდა რომ აი 230-ისკენ, 220-ისკენ და მეტი რო გავიწიოთ და ეხლა უფრო ფიზკულტურულ ვარჯიშებს ვაკეთებთ, სუბუქ ვარჯიშებს, ისეთ 190-200 ფარგლებში სუბუქად ვარჯიშობთ, რომ ფორმიდან არ ამოვარდეთ და მე მგონი ერთ 3-4 უფრო 4 თვეში ალბათ იქნება როგორც მსოფლიო თასის ისე ევროპის ჩემპიონატი. იმედი გვაქვს რომელიმე აქ ჩატარდება საქართველოში ვარაუდობთ ევროპის ჩემპიონატი და უფრო ამ ევროპის ჩემპიონატისკენ ავიღებთ გეს, რომ მაქსიმალურად კარგ ფორმაში შევხვდეთ და ჩერჩერობით კარგად მივდივართ გეგმის მიხედვით და დანარჩენი ვნახოთ რა ვიცი. მე და იაკო ვარჯიშობთ ერთ დარბაზში პარასპორტის განვითარების ცენტრში და იაკო ჩვენთვის პირადად ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანია, რადგან აი შუავარჯიშის პროცესში, როდესაც იაკო მოდის ხოლმე, აი მისი პოზიტივი და ხალისიანი განწყობა ყველაზე აისახება ხოლმე და ვარჯიშები მიდის ძალიან მხიარულად და კარგად. რაც შეეხება როგორც სპორტსმენს, იაკო არის მართლა თავდაუზოგავად შრომობს, ძალიან შრომის მოყვარეა და ნუ პრინციპში მე უკვე 9 წელია რაც პარაფარიკაობაში ვარ და ამ მთელი წლების განმავლობაში მე და იაკო ხშირად გვიწევს ერთმანეთში ხმა, რადგან ერთ დარბაზში ვარჯიშობთ და აი მისი შრომის მოყვარეობა და მისი დადებითი თვისებები ნამდვილად გადამდებია სხვა სპორტსმენებისთვის. იაგოს საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობ, წლებია და ერთი ისეთი მიზერული ცუდიან უარყოფის გახსენებაც არ შემიძლია რა. იმიტომ რომ ყოველთვის როცა შემოდის დარბაზში, ეხლა უკვე აქ ერთად ვარჯიშობთ ხოლმე, გვიწევს ერთად ყოფნა. არის როგორ იცი, ხალისი შემოაქვს თავის სპეცი აქვს იუმორის და რომ შემოდის ხოლმე, ყველა ძალიან ისეთი ვიცვლით რაკურსი, ჩვენი განწყობა იცვლება 80 გრადუსით და ძალიან მიყვარს ეს მომენტი და ზოგადად მოდივართ ძალიან ძველი წლებიდან და ბევრი რამისთვის გვიბრძოლია ერთად მე და იაგოსთან, ჩვენი უფლებებისთვის, ჩვენი პარასპორტისთვის და აქედან გამომდინარე ვიტყვი რომ ძალიან შრომის მოყვარე ბიჭია. პირადად მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ არ ჩერდება და ნებისმიერი სირთულის მიუხედავად აგრძელებს შრომას, უყვარს თავისი საქმე და ვთვლი რომ მისი სპორტის წარმატებები უფრო უკეთესად მეტყველებს მის შრომის მოყვარეობაზე, ვიდრე ჩვენი სიტყვები. შესაბამისად ვისურვებ ძალიან ბევრ წარმატებას, იაგო ძალიან მიყვარხარ და ძალიან ბევრ გამარჯვებებს გისურვებ ცხოვრებაში. მე დიდი ხანია ამ კაცს პირადად ეხა ხშირად არ შევხვედრიდა, მაგრამ მის წარმატებებს ვაყურსავდები პეკინის ოლიმპიადიდან ჯერ რამდენი წლის წინ იყო ეგ ამბავი და მე მიმაჩნია რომ გარდა იმისა რომ მაგარი სპორტსმენი არის, თავზაუზოგავად მუშაობს, თავის საქმეზე არის მაგარი შეყვარებული, იმის გარდა არის პიროვნული თვისებები აქვს ძალიან მაგარი. ანუ არის მოგზალებული. ავიცი ხა თვითონ დამეთანხმება ალბათ ამაში, ზედმეტად არავის ეწუხება არ უნდა. მე ვფიქრობ რომ უფრო მეტი ყურადღება ეკუთვნის, თუმცა რაც არის ისიც რას მომდა დასაფასებელია. სპორტულ შედეგებს რაც შეეხება თავდაუზოგავად ვარჯიშობს სულ და მე ყოველთვის ვცდილობდი ხოლმე რომ ახალ ამბებში იმაში მედევნებინათ ვაყურე და სულ ახალ ამბებ ნიუსებად ვაძლევდი ხოლმე ყოველთვის. მე ვფიქრობ რომ არის სანიმუშო სამაგალითო ახალგაზრდებისთვის. ვისაც ზოგადად სპორტი უყვარს და სპორტით უნდა რომ დაკავდეს. არა აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი პარასპორტსმენი იქნება თუ ნებისმიერ ადამიანისთვის ეს კაცი არის სამაგალითო კაცი. და დარწმუნებული ვარ რომ ახლა უახლოეს პერიოდში რაღაცა ბევრი ტურნირები იწყება და ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვა ძალიან ღირსეულად. და რა ვიცი, მე ვფიქრობ რომ სპორტის განვითარებაში აი ამ სახეობის თვითონ ხო? მე მგონია რომ ძალიან დიდი წილი შეაქვს ჩუმად მოგზაურებულა წყარად ამ კაცს. So, Jaco Godse 195.
It's Thiago Gogodze now for Georgia, silver in the European Championships in Bexhill in 2018. ადრე იყო ესეთი გადაცემები, სადაც აჩვენებდნენ ბოდიბილდერებს, ნავარჯიშები ხალხი რომელიც გამოდიოდა და იყო ეს ტელევიზიით გადიოდა ხოლმე. აჩვენებდნენ ეს დაჭიმულ ტანს, ლაპლაპებენ რაღაცა და მე და მამა იქ საუზმავთ და თქვა რომ აი ხალხიო, ნახე ამას შეხედეო, დანა რო დაარტყო სისხლი არ გამოუვათო. აი მაგრად მახსოვს ეგა. ხო და ეს რო გავიგე ხა დანა დაარტყო და სისხლი არ გამოუვა, მაშინ ახლა ხო იცი ბიჭობ და რაღაცა ცოტა ისეთი ისა გაქვს და მეც რო ვივარჯებ დანას ამართლა სისხლი არ გამომივა და რაღაც ამთაგვარი რაღაცები უცებ ელვასავეთ გამკრა თავში და ამოვიტანეთ ესენი ხანტელები ამოვიტანეთ, ეს ამოვიტანეთ 32 კილო, ანუ ბევრი მინდოდა და მძიმები. ამ 32 კილოიანს ასე მერვე კლასში რო ვიყავი დაახლოებით მე-7 მერვე კლასში, მაშინ ვაბრუთავებდი ხოლმე. ზოგადად ცაცია ვარ, გამიგეთ და მარცხენა ხელით ვეწეოდი 10 ჯერ. ხო და მარჯვენათი ვეწეოდი 8 ჯერ და სულ გული მომდიოდა მარჯვენათი რატო ერწევოდა და ბრაზდებოდი ხოლმე. მერე გავაკეთე იქ ტურნიკი. მოუღუნე დიდი რკინა ვნახე ისეთი 6 კუთხედი თუ რაღაცა არის და ნახე და მოუღუნე, ხო და ჩამოვკიდე და ტურნიკს ვაკეთებდი ხოლმე, მან ვიწეოდით ხოლმე. არა, ტურნიკზე დავფრინავდი, 10, 12, 15 ისე თავისუფლად, მაგრამ აქ როგორი არის, ეცი ტურნიკის ამბავი, მე ესენი მოღუნული, აქ რაც უფრო განზე მოკიდებ ხელს და მე განზე ვკიდებდი ხოლმე, რაც უფრო განზე მოკიდებ ხელს, მით უფრო ძნელი აწევა. და ესე ვართულებდი ხოლმე ხანდახან. ძალიხეთ. არა, წამყვანი ბავშვობიდან არ ვიჩვეოდი და აი მე რაღაცნაირად რო გამეყო ცხოვრება და ცხოვრების წესი და რიტმი და რაღაცა რო გამეყვა მავარის მერე ეს გამომადგა უფრო აქ უფრო ასე ვთქვათ მეორე ცხოვრების გასაგრძელებლად გამომადგა ეს ენერგია და ჯანი რო გავყოლოდი მე ამ სპორტს და ესეთ პარაოლიმპიურ სპორტში ვარ ახლა დღემდე კიდე და მაქვს პატარ-პატარა ისეთი მოგზალებული შედეგები არა შეიძლება უფრო მეტიც გამეკეთებია მაგრამ მაშინ ბევრ მარიცოდა ჩვენც სწავლობდით რა ჩვენივე გამოცდილები და ცხოვრების წესით როგორ ანაირად და ასე რა შეიძლება უფრო მეტისთვის მიმეღწია მაგრამ რაც მიმეღწია ხმას მადლობა იმიტომ რომ ძალიან ბევრი და დიდი შრომა ჩავდე და ასე ვთქვათ რა წონაშიც ვიყავი ჩემი წონის ოფრიც მაგ რო იტყვიან დაღურილი ვეწევი ამ საქმიანობას, აგერ უკვე თითქმის 10 წელიწადია. გამოვდივართ გარეთ, ადამიანებთან გვაქვს კომუნიკაცია, სამსახურს აკეთებ შენსაც, რაც გაქვს და გავალია ადმინისტრაციულ შენობაში და მეგობრებს იძენ კოლექტივი არის შესანიშნავი, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ აი მიდგომები არის ძალიან ადეკვატური, ლოიალური, ისეთი როგორიც უნდა იყოს. მე თვითონაც მახარებს და მსიამოვნებს ესეთი რაღაცა, რომ დაცული არის რაღაც უფლებები, თანასწორობის. უბრალოდ სამსახური მაძლევს, რაც ისე დიდი მადლობელი ვარ ამისი, რომ იმის საშუალებას, რომ მე მქონდეს დრო ვარჯიშის, იმიტომ რომ ჩემთვის ვარჯიში არის აი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი და თემა, რომ ძალიან ბევრი წლებია რო ვარჯიშობ, ეხლა უცებ რო არ ვივარჯიშო, ეს ძალიან ცუდი არის ზოგადად ჯანმრთელობისთვის და
ფიზიკურათა და სულიერათაც ჩემთვისაც რა. ანუ ვარ რაღაც პერიოდი სამსახურშიც, კვირის განმავლობაში და რაღაც პერიოდი ვარჯიშზე. ანუ უწყობთ ერთმანეთს და კოლეგიალობა, მეგობრობა, ესენი შესანიშნავი, კარგი, მეგობრული და ასეც უნდა იყოს და ამასაც ველოდი. რა ვიცი, მე სადაც მივდივარ და მივალ ან ვიმეგობრებ იმ ადამიანებთან, რა ვიცი, სხვანაირად არ შეიძლება ისინი ის ადამიანები ისეთები იყვნენ. უბრალოდ მე არ გავჩერდები მაშინ ისეთ ადამიანებთან. ამ სპორტული საქმიანობიდან დაგროვებული მთელი ჩემი წარმატებული წლები შეგროვდა და როგორც მე ბაღდათელი ეს მივიდა ბატონი კახაელნუქიძე იყო მერი და ამის ყურამდე რა თქმა უნდა ყველაფერი ინფორმაცია მიდიოდა, ეხლა ჩემი წარმატებების ტელევიზიით ჩუქდებოდა ყველაფერი და მომანიჭეს ბაღდათის საპატიო მოქალაქეობა. იაგო არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შენი ბედისწერა მართოს შენ. როგორ შეიძლება შენი შესაძლებლობები გამოავლინო მაქსიმალურად. ამას ხედავდა ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათაც გადაწყვიტეს, რომ ჩართულიყვნენ სპორტულ ცხოვრებაში. არა მარტო გულშემატკივრად, არამედ აქტიურ მონაწილედ. იაგო არის საუკეთესო мотиваცია იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ეტლით მოსარგებლე ადამიანმა, როგორ უნდა მოახდინოს თავისი ინტეგრაცია საზოგადოებაში, როგორ უნდა იყოს მიზანდასახული ადამიანი. წარმატებებს უსურვებთ იაგოს მომდევნო სავალ გზებზე. იაგო, გვიყვარხარ და ჩვენ ყოველთვის შენი მხარდამჭერი ვართ. მოღვაწეობა ამ სპორტში, რასაც ქვია პაუერლიფტინგი საერთაშორისო ენაზე, დაიწყო 2018 წლიდან. მოვიპოვეთ პირველი медали. ეს медали არის დუბაიში ავიღე ეს პირველი медали, მესამე ადგილი. საფრანგეთში ბრექსუმერში გავხდი ვიცე-ჩემპიონი, ანუ ვერცხლის медали ავიღე. 2018 წლიდან რომ დავიწყე, არც ერთი წელი ჩამიგდია. ან მეორე ადგილს, ან მესამე ადგილს ვიღებდი და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ჩემი პირველი ოქრო იყო 2021-ში იყო მანჩესტერში. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირველი ოქროს медалია მსოფლიო თასზე მოპოვებული. ეგვიპტეში ჩატარდა მსოფლიო თასი და იქაც ოქროს медали ავიღე და არის იქ ნიგერიაში, იაპონიაში ავიღე, კლავჭიდში წავედი, ევროპის ჩემპიონატი იყო უნგრეთში. ჩემ წონაში არ იყო ვინმე ქართველი რომ წასულიყო და რა თქმა უნდა ეს მეგობრებმა მირჩიეს რომ წავსულიყავი და ანუ მეგობრების მონდომებაც იყო რომ წავსულიყავი და წავედი მართლა და მესამე ადგილი ავიღე. და როცა არ ჩერდები და ვიბრძვი, შედეგიც მოაქვს. ბევრი შრომის ფასად მოაქვს შემდეგ შედეგი და აგერ ბატონო ეს შედეგი რაც არის ჩემი მონაპოვარი, რაც შევძელი, როგორ შევძელი ეს არის, რა ვიცი, ხო და ყვაყოფილი ვარ, კი. სიმართლე რო გითხრა არ დამithვლია, მართლა არ დამithვლია, მაგრამ დავითვალოთ ერთად თუ ხნებავთ. ხო, არა, არის 15-20 იქნება, მგონი, რა ვიცი, ხო. კი. ხო და ესეთი კედელი გავაკეთე და ნელ-ნელა ვამატებ და შეივსო რაღაც ისეთი შენი და მე მგონი დაიტევს კიდე ერთ ამდენს დაიტევს. კი, ერთ ამდენს დაიტევს კიდე და ეს თუ დაიტევს, მეც დავიტევ და შევძლებ. მე მგონი ღმერთის წყალობით და რაც მაგან გაიარა ამ 20 წლის, 25 წლის მანძილზე, 25 წელი მეხუმრები, ამის აღწერაც შეუძლებელია. მსოფლიო ჩემპიონი რო გახდა, მსოფლიო ჩემპიონი, დავხდი აეროპორტში და აი медали ქონდა, პირველი ადგილი რო აიღო და მე უთხარი გილოცავ, ესო შენ გეკუთვნისო და მე კისერზე მე იმასთან ჩავმკიდა კისერზე. ესო შენი აღებული медалиაო. ძალიან სამაყოა, ძალიან, მაგრამ მე მირჩევნოდა, რომ ამას ამაყე არ ყოფილიყო და
ისე სრულყოფილი იყო, ფეხზე მოსიარულე, მაგრამ რადგან ამდენი ადამიანიდან ცოცხალი გადარჩა, მე მთელ მსოფლიოში, მთელ სამყაროში ბედნიერად ვთვლი თავს, რომ ცოცხალია და მოსამსახური აქვს, სპორტი აქვს, ბევრ რამეებშია ჩართული. და ეხლანდელი გადმოსახედიდან რომ უყურებ, მე ძალიან ბევრი გავიარე ნამდვილად ღმერთის დახმარებით და შემდეგ სხვა დანარჩენების, დედაჩემის, ჩემი ოჯახის, ჩემი ახლობლების. ესე იგი, მე რაღაცა გადამარჩინა ღმერთმა იმ ავარიაში და სამი ადამიანი დაიღუპა და მე დავრჩი ესე ცოცხალი და ესეთ მდგომარეობაში, ალბათ რაღაცა მისიაც მქონდა და ალბათ ამ მისიას მივყვები და ვასრულებ ნელა-ნელა მეტნაკლებად, როგორც შემიძლია ისე და სიცოცხლე რო გაქვს უნდა გამოიყენო და მადლობელი უნდა იყო ყველაფრის. ხო და მე ვარ მადლობელი ვარ.